სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება ისლამს, მუჰამედს, ალლაჰს და ამაზე შეიძლება თქვენ არ მოგისმენია ჯონ მაკარტურის აზრი და მე მგონი საინტერესო იქნება. მე ვიცი მისი აზრები ამ რელიგიის და ამ სახელების შესახებ და კარგი იქნება თქვენც თუ მოისმენთ ამას. თქვენ ამბობთ, რომ ალლაჰი ეს სატანის კიდევ ერთი სახელიაო. თუ მუსლიმანების ღმერთი ეს ბიბლიური არ არის. ესები დავასათაურე, უბრალოდ კომპაქტურად ყოფილ. მოდით მოусმინოთ ახლა ლარისა ერნანდესი. ლარისა ეთყობა მექსიკური წარმოშობისა და შეიძლება მეუღლე არაბი იყოს, არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ ამბობენ, რომ არაბებთან მისიონარები არიან. მე ქვია ლარისა ერნანდესი და მე და ჩემი მეუღლე არაბებთან მისიონარები ვარ და მუშაობთ. და ამ საკრებულოს ქრისტიანებმა არაბებმა ჩვენ მოგმართეს ამ კითხვით. ალლაჰი არის სახელი, რომელსაც იესო ქრისტეს ათასობით და მილიონობით მორწმუნე იყენებს ღმერთისათვის. როგორც არაბულ ენოვანი ქრისტიანები, ესენი ადიდებენ ალლაჰს იესოს სახელით. 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით მისიონარები ახლო აღმოსავლეთში მუსლიმანებთან და მივიყვანეთ ბევრი მუსლიმანი ქრისტეს რწმენამდე. აუხსენით მათ ღმერთი ალლაჰის ნამდვილი ხასიათი, თვისებები, როგორც ეს ბიბლიაში ახსნილი. შეგიძლიათ დააზუსტოთ, თქვენ რატომ ამბობთ ხოლმე იმას, რომ ალლაჰი ეს სატანის კიდევ ერთი სახელიაო. ყოველგვარი ახსნა განმარტების ან პასუხისმგებელი შეზღუდვის გარეშე, მაგრამ არაბული ბიბლიის ყველა თარგმანი ალლაჰ გამოიყენებს ღმერთის სახელად. ახლა მე მინდა უბრალოდ თქვენ სტატისტიკა მოგაწოდოთ, როცა ვეძებდი თავფურცელს, რომ ნახატი დამედო, ხომ, რომ იქ იყო მონაცემები, ახლა არ ვიცი რამდენი სწორია, შემიძლია გადამოვაწო, რომ სამჯერ მეტად იზრდება მუსლიმანობა. მე მგონი Russia Today-მ გადამოცა, დიახ, და ეს შეშრობა რუსეთსაც აქვს, რომ სამჯერ მეტად იზრდება. წარმოგიდგენიათ, მაგრამ მე უნდა დაგამშვიდო და გითხრათ, რომ ეს არის გაზრდა უფრო იმის ნიადაგზე, რომ მათ აქვთ გამრავლების უნარი, მრავლებიან ესე და ამის ნიადაგზე. როცა ქრისტიანობა იზრდება, თვითონ ნომინალურადაც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტეს როგორც ესეც, ხო? თუ ლიბერალიზმში არ გადაიზარდა ეს. ამ სახით, როგორი სახითაც არის ისლამი, ამას არ მიიღებენ. ბევრია, მილიონობით და მილიარდობით ადამიანები. მაგრამ როცა ლიბერალური ხდება და ეხლა უკვე ხშირი არის, რომ იესო, ბიბლიის იესო, ასევე ისლამში ისა ერთი და იგივეა, გესმით და ხდება ამისი ძალიან გათანაბრება. ასევე რომის პაპის მათთან ურთიერთობის დათმობა. ესე რომ ერთმანეთში მზადდებიან, რომ ყველა რელიგია მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ყველა რელიგია ერთნაირია. რათა მათ გაუადვილოთ ანტიქრისტეს მიღება. ასე რომ თუ ვიღაცას ეშინია იმის, რომ მუსლიმანიზაცია მოხლება, ისლამიზაცია, არა, ეს ისედაც ლიბერალური ხდება, ეგენი ძალიან მატერიალისტები არიან და არავინ არ აპირებს 1000-ში 12 ქალიშვილთან ყოფნას. არა, აქაც უყვართ ცხოვრება, ამიტომ ეგენი სეკულარიზმში იხარშებიან. ეს ჩემს უბრალოდ დამატებას გავაკეთე. მოდი ახლა მოусმინოთ ჯონ მაკარტურს, რა სიტყვის ამ ქალბატონი ლარისას ერნანდესის კითხვაზე. დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. ალლაჰი სატანის კიდევ ერთი სახელია, რადგან ალლაჰი, ისლამის ალლაჰი, არ არის ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი, რომელსაც ჩვენ ბიბლია გადმოგცემს. როცა თქვენ ადამიანებთან მისიონერულ საქმიანობას იწყებთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მათი ღვთაების აღიარება, რომ გააიგივოთ იგი ღვთაების ჭეშმარიტ ღმერთად ქცევით. იმიტომ რომ თქვენ ამითი ქმნით უკვე დაბნეულობას და გაუგებრობას. თქვენ არ აწვდით მათ სწორ ინფორმაციას, როდესაც თქვენ იწონებთ და იმეორებთ იგივეს, რაც მათ ვიღაცამ შეუტანა, რომ ალლაჰი თითქოს და არის ეს ღმერთი და შეიძლება ალლაჰად მოხსენება ბიბლიური ღმერთის, როცა ისინი ქრისტეს იღებენ. საქმე იმაში, რომ ყველა ცრუ რელიგიას ყავს თავისი ღმერთი, ანუ ღმერთები, საკუთარი შექმნილი არსებები, დემონის ან სატანის ღმერთის მოხსენება ამას ღმერთად არ აქცევს, ხო? ვიცით, რომ ყველა კერპის და ყველა ცრუ ღმერთის უკან სატანა დგას. ასე რომ ისლამის ალლაჰი არ არის ღმერთი, ის არ არის აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი და არ არის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა. ახლა თუ მათ ენაზე ისაუბრებთ ალ-ალაჰ ღმერთი და დიდი ასოებით ჩამოწერთ და იტყვით, ნება მომეცით გაგაცნო ნამდვილი ღმერთი, რომელიც არ არის ისლამის ღმერთი, ეს დაიწყებთ, ხო? უკვე ეს სწორი პოზიცია იქნება. ღმერთი ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთია, ის არ არის ალლაჰი. ეს უნდა იყოს ნათლად გამოკვეთილი. ჩვენ არ საუბრობთ ერთსა და იმავე ღმერთზე.
მართალი რომ ისინი მონოთეისტები არიან და მათ ხალთ ერთი ღმერთი, მაგრამ მათი ღმერთი არ არის სამება. ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. მათ არ სწამთ ღმერთის როგორც სამების. ამიტომ ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. მათ ისიც კი არ სჯერათ, რომ ის არის აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი. და სხვათა შორის ეს მე ეხლახან გავიგე, მე არ ვიცოდი, რომ ისინი ისააკის ნაცვლად ისმაილს აღიარებენ. არ ვიცოდი, იცოდი თუ არა თქვენ, მაგრამ ჩვენ ხო ვამბობთ, ხო, ეს არის აბრაამის, ისააკის, იაკობის ღმერთი და ისინი აღიარებენ, რომ არის აბრაამის და ისმაილის ღმერთი. იაკობსაც აღარ მოიხსენე, მე მგონდა, პირდაპირ დამიდასტურა ეს მუსლიმანო ჩემო თანამშრომელმა, რომ იქ შესაწირავზე რომ იყავდა პირველი ძე შეწირა და არა მეორე. ისმაილი, როცა ბიბლია გვეუბნება, რომ ისმაილი გაშვებულია, იცით ხო? ისინი თვლიან, რომ აბრაამის ღმერთია, რომელიც ნამდვილად კანონიერი მემკვიდრე იყო, მისი კანონიერი მემკვიდრე იყო ისმაილი. ამიტომ ისინი წმინდა წერილს ამახინჯებენ. ამგვარად ის არ არის სამების ღმერთი, რომელმაც თქვა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად, ესე იგი მრავლობითი სამება, ხო? ის არ არის აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. ის არ არის იესო ქრისტეში განსახილული ღმერთი. ისინი ამბობენ, რომ ეს გაგება ღვთისმგმობელია. ისინი მას ალ-ელაჰს უწოდებენ, შეიძლება ღმერთს უწოდებენ, მაგრამ ეს არ არის ღმერთი ბიბლიური. და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი ცოცხალი ღმერთის იდენტიფიცირება, ვიდრე ღმერთის ან ცრუ ღმერთის რაღაცნაირად შეცვლა და მის ჭეშმარიტად გასაღება, ან გარდაქმნა. გესმით ალბათ რას ვამბობ. ვფიქრობ, რომ თქვენ სრულად უნდა განასხვაოთ, განსხვავება დააფიქსიროთ, როცა თქვენ ადამიანებს უქადაგებთ და მიდიხართ მისიონერულ საქმეზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე არ მივიდოდი კერპთახვანისმმა ადამიანთა და არ ვეტყოდი, კარგი, მოდით გეტყვით, ვინ არის სინამდვილეში ღმერთი. რასაც მე ვეტყოდი, ეს არის ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის დემონური შემცვლელი თქო. ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთის რაღაცა წარმოდგენა თქო. როგორც გინდათ, ისე უწოდეთ მას. იმიტომ რომ ყველა ვიღაცა წარმართი, ყველას თავისი ღმერთი ყავს და ღმერთს უწოდებს. იდუსებს მილიონობით არსება ყავთ, რომლებსაც ისინი ღმერთს უწოდებენ. ძროხას, სპილოს, ყველას. არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი, იცით ხო? ყველანი მაგარი ეს ადამიანის მიერ, ადამიანის ფანტაზიის და რა თქმა უნდა სატანის ინიცირებული ღმერთია. და როდესაც მოციქული პავლე გასვოთ მოციქულთა საქმეებში მე ჩვენდა თავში მარსის ბორცვზე ავიდა, იმ გარემოში მხოლოდ ერთი კერპის იდენტიფიცირება შეძლო, რომელსაც ჭეშმარიტ ღმერთთან აიგივებდა. და ეს იყო ღმერთი, რომელსაც არც სახელი ჰქონდა და არც იდენტობა. გასვოთ. მას არ უთქვია, კარგით იცი, ეს ღმერთი აქ, ასეთი სახელი სინამდვილეში ბიბლიის ღმერთიაო. და მოდით ამის შესახებ მოგიყვევითო. არამედ მან თქვა, ეს ღმერთი, რომელსაც თქვენ აღიარებთ, რომ არ იცნობთ, უცნობი ღმერთი, ეს არის ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი. მოდით მას გაგაცნობთო. ასე რომ თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ ღმერთი, კერპი, რომელიმე რელიგიიდან და ოდნავ შეცვალოთ იგი და ჭეშმარიტ ცოცხალ ღმერთად აქციოთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა გქონდეთ სუფთა, სრული, ნათელი განსხვავება. მესმის რომ ეს მაგალითად თქვენ არ გინდათ თქვა რაღაცა, არ გინდათ რომ ადამიანი შეურაცხოთ ან რაღაცა, ხო? მაგრამ იმის გამო რომ მონოთეისტები არიან ისინი და ჩვენ ღმერთთან გავაიგივოთ, არანაირად სწორი არ იქნება. ალლაჰი ეს არ არის შემოქმედი ღმერთი. ის არ არის, რა ქვია, სამება. მაგალითად ისინი ძალიან მტკიცედ იცავენ სუვერენიტეტის დოქტრინას. სინამდვილეში მათ წამთ ისეთი ღმერთის, რომელიც იმდენად სუვერენულია, რომ ადამიანს ვერანაირი მისი რწმენა და მისი ქცევა ვერ შეცვლის ამ ნებას. ხედავ, იმიტომ რომ ყველაფერი ალაჰის ნებაა. ეს არის ერთგვარი დეტერმინისტული სუვერენიტეტი. მესმის რომ არსებობს გარკვეული პარალელები ბიბლიურ და მუსლიმანების ალაჰს შორის. და არის რაღაცა ბიოგრაფიული ძველი აღთქმი და ბევრი რაღაცები მოყვანილი პერსონაჟები, მაგრამ იცით რა არის? ეს არის ძალიან დახვეწილი სატანის მაცდური მცდელობა, რომ გააიგივოს ყველანაირად ბიბლიური ღმერთი ალაჰთან. ის საათიც კი, რომელიც არ მუშაობს, დღეში ორჯერ სწორად არის. ეს არის უიმედობა, ეს არის ცრუ რელიგიის უიმედობა. ისინი მოდიან და პოულობენ იდენტიფიკაციის წერტილებს. თქვენ არ შეგიძლიათ შეეგუოთ ამ იდენტიფიკაციის წერტილებს და გაიგივებას. იმიტომ რომ ძალიან არასწორი იქნება ეს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი იმის თქვა, რომ ალაჰი, სახელი ალაჰი, ისლამის ღმერთი, არანაირად ფორმით ან შინაარსით არ არის დაკავშირებული ჭეშმარიტ ცოცხალ ბიბლიურ ღმერთთან.
საერთოდ არანაირად. გასაგებია და კითხვის დამსველი ლარისა ამბობს 100%-ით გეთახმებით ამ კრების არაბები მორწმუნეები 100%-ით ხარს გიჭერთ თქვენ ამ ნათქვამში, მაგრამ რა ვქნათ ღმერთთან, რომლის სახელიც არაბულ ბიბლიაში ალაჰად არის ცნობილი. რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენ მღერით ფსალმუნებს არაბულად და ალაჰს ვახსენებთ ღმერთის ნაცვლად? ჯონი, შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებობს ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთი, რომელიც ბიბლიაშია, ხომ? ნორმალურია სიტყვა ალაჰის გამოყენება, ეკითხება ისევ ლარისა. კარგი, თუ ასი არაბულ ენაზე ელ-ალაჰ ღმერთს ნიშნავს, თუ თქვენ თარგმნით, ეს ღმერთს ნიშნავს. ასე რომ თქვენ გაქვთ ისლამის ღმერთი, რომელსაც თქვენ ალაჰად იცნობთ. და ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. უბრალოდ თქვენ უნდა აუხსნათ ეს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიბლიაში ნახსენები ნებისმიერი ღმერთის სახელები. ძალიან ბევრი სახელებია ბიბლიაში გამოყენებული, ხომ? თუ მიდიხართ მაგალითად თუნდაც აფრიკაში რომელიმე ტომთან, ხო? ტომთან აღმოჩნდეთ, რომ ისინი ღმერთსემენ პატივს და მათი სიტყვა ღმერთი იქნება. მათ შეგიძლიათ უთხრათ, რომ გამოიყენონ ის სახელი ბიბლიაში, რომელსაც ღმერთს ახსენებენ. ელ-შადაი, ხომ? შეგიძლიათ ესეთი გამოიყენოთ. და არაბ ქრისტიანებსაც აქვთ მაგალითად სახელი სამებისათვის და შეგიძლიათ მოძებნოთ ეს სახელი. მე ვიცი, რომ ისინი იყენებენ და ამითი იდენტიფიცირება მოახდინოთ, ხო? ელ-თალუტ მაგალითად. დიახ, ელ-თალუტი მეც გამიგი ამბობს ლარისა. დიახ, ელ-თალუტი ეს არის ღმერთი და სამების აღსანიშნავად. ხედავთ? იმიტომ ის არის ზუსტად აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი. და ეს არ არის ისლამის ღმერთი. და ის არის აშკარა განსხვავება. ის არის ჩვენი უფლისი იესო ქრისტეს ღმერთი და მამა. და მისი ბიბლიური სახელებია ელ-ელიონი, ელ-მეკადიშემი, ელ-სიდგეკუ, სიმართლის ღმერთი და ელ-შადაი, ელ-ელიონი, როგორც გითხარით. შეგიძლიათ აიღოთ და ეს თარგმნოთ და ეს გამოიყენოთ. ეს მისი აღთქმის სახელია, როგორც აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის. ასევე ჩვენი მაცხოვრის უფლის სახელი იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელიც მას ქრისტესთან აკავშირებს. ასე რომ ნებისმიერი ბიბლიური სახელი, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ღმერთის მოხსენება. რათა არ აგრძნობიდოთ მათ, არ შეიყვანოთ შეცდომაში, რომ თითქოს და ალაჰი ეს არის ბიბლიური ღმერთი. ამიტომ მნიშვნელოვანია ტერმინების შეცვლა, იმის სასახსნელად, რომ ეს არ არის ალაჰი, როგორც ისინი იცნობენ მას. იმიტომ რომ მუსლიმანები წარსულიდან თუ მოდიან, ბუნებრივია მათ ალაჰი შეუტანეს თავში. გასაგებია, შესანიშნავი კითხვა ლარისა და მადლობა ამ კითხვისათვის.